2002 წლის მონაცემებით 28,000 კაცი ცხოვრობდა ამ მუნიციპალიტეტში ოდნავ მეტი და 20 წლის შემდეგ 21 წლის მონაცემებით ეს 30% შემცირებულია და 18,000-ზე ნაკლებია. იმის მაგივრად რომ რეგიონში განვითარება წასულიყო და იმის მაგივრად რომ რეგიონი დაინტერესებულიყო ხალხი და უფრო ჩამოსულიყო და დასახლებულიყო ამ რეგიონში პირიქით. დაცლილია და პირველი პრობლემა რაც არის, ეს არის რომ ადამიანები ცხოვრობენ ტყეში ფაქტიურად 5 თვის განმავლობაში, შესაძლოა 6 თვის განმავლობაში არის ძალიან სიცივე. ადამიანებს არ აქვს გაზი არ არის შეყვანილი დღემდე. ამ პირობებში ადამიანებს არ აძლევენ იმის შესაძლებლობას რომ შეშით ისარგებლონ. ადამიანებს ეუბნებიან რომ შენ სახლის გვერდზე ტყეში, აი 20 მეტრში, 30 მეტრში ხმელი ხე რო დგას და ეს ხმელი ხე უნდა მოიჭრას. ამ ხმელ ხეს მოჭრის ჩვენი წარმომადგენელი მუნიციპალიტეტიდან და დაუქვემდებარეს ახლა რაღაც სატყეო მეურნეობას, მოიგონეს რაღაც IP, ჩამოაყალიბეს სატყეო მეურნეობას, ამოვლენ ესენი მოჭრიან ამას, დაამზადებენ, ჩაიტანენ კონკრეტულ ტერიტორიაზე დაალაგებენ და შენ გლეხი მოხვალ მერე ჩვენთან, ერთ კუბში გადაიხდი 100 ლარს, სჭირდება მინიმუმ 10,000 ლარის შეშა ზამთარში, ხო? რაზე მიგაქ ეს ხე? აქა ჩემს სახლთან არის და სად მიგაქ ეს ხე და იქიდან რატო უნდა ამოვიტანო მერე მე ეს ხე? მაგას თავი დავანებოთ. ანუ ეს 1000 ლარი საიდან უნდა გადაუხადოს? ფაქტიურად ისინი არიან გადადებული სიკვდილისთვის.